სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი არს დაიყოს რატომ ჩამოიხრჩო თავი იუდამ რა იყო ამისი მიზეზი და რა იყო ამისი მიზანი სანამ უშუალოდ საუბარს დავიწყებდე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას რომ იუდა იყო 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი რაც იმას ნიშნავს რომ მას ჰქონდა ძალიან მაღალი ინტელექტი და ყვილად არაფერს არ აკეთებდა დანარჩენი 11 მოციქულისაგან განსხვავებით მან ეს თავისი მაღალი ინტელექტი ბოროტებაში გამოიყენა მიზეზი რატომაც მან თავი ჩამოიხრჩო არის ნათქვამი დღევანდელი დღის ტროპარში რომელსაც თქვენ ყველანი კითხულობთ ზიარების ლოცვების კითხვისას ზიარების ლოცვებში არის ერთი ადგილი სადაც წერია რომ ხოლო დიდწმინდასა დიდსა ხუთშაბათსა ასეს თქვი და აი ეგ არის მოყვანილი ეს ტროპარი რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა სერობა როგორც საბანელი განათლდებოდეს საიდუმლო სერობაზე რაჟამს დიდებულნი მოწაფენი განათლდებოდეს მაშინ უსჯულო იუდა ვერცხლის მოყვარებისა სცენითა დაბნელდებოდა და უსჯულო მსაჯულთა შენ მართალსა მსაჯულსა მიქცევდა ანუ უსჯულო მსაჯულებს ანუ ეშმაკებს მისცა ღმერთი ვერცხლის მოყვარების სცენით დაბნელებულმა იხილეთ მორწმუნენო ტრფიალი იგი ვერცხლისა ესე წერია ტრფიალი ბერძნულად არის სიტყვა ეროს ტრფიალებაი არის ეროს ანუ წარმოიდგინეთ ესე იგი რა წერია რომ ვერცხლის მიმართ ეროტიული ტრფიალება ანუ ეროტიული ტოლვა ქონდა ამ ვერცხლისა როგორ ჩაიგდო თავი ასე დღეში იხილეთ მორწმუნენო ტრფიალი იგი ვერცხლისა რომელმან მისთვის შიშთვილიბა აი ამ ვერცხლისთვის ჩამოიხრჩო თავი რას ნიშნავს ესე იგი აი მე მოგიყვებით ახლა რა მოხდა მერე და მიხვდებით რომ მან ეს გააკეთა იმიტომ რომ უცნაურია რასაც ახლა გეტყვით მაგრამ ესე იყო რომ ეს ვერცხლი მისთვის არ ჩამოერთმიათ ანუ რა ვერცხლის კი არა რომელიც გადაუხადეს ეს თვითონ მიუყარა იმ დოთავს ამასაც მოგახსენებთ არა აი ეს ესე წერია ესე სახარებაში რომ გუადრუცი ანუ ეს ქისა რომელშიც ფული გროვდებოდა მას ჰქონდა და იქ დიდი ფული იყო დაგროვებული აი ეს რო არ დაეკარგა აი ეს რომელმან მისთვის შიშთვილიბა და რომელმან მოძღვარსა თვისა ზედა ესევით არ ეკადრა აი რა ჩაიდეა იუტოდეთ მოწმუნენო უძღებისა მისგან სულისა არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე კაცთ მოყვარე დიდება შენდა აი ეს იყო მიზეზი რომ ეს ფული არ დაეკარგა რატომ ჩამოიხრჩო თავი იუდამ რა იყო მიზანი მისი თავის ჩამოხრჩობის რაღაც საშინელი და საშიში ამბავი უნდა მოგიყვეთ სახარებაში წერია რომ იუდამ შეინანა და ეს ვერცხლი მიუყარა ამ მღვდელმთავრებს შეინანა ოღონდ არ მოუნანიებია თავისი ცოდვა შეინანა ვისთან შეინანა ეშმაკებთან იმის მაგივრად რომ ღმერთთან მისულიყო და მოენანიებია თავისი ცოდვა არა იგი მივიდა ეშმაკებთან და ეშმაკებთან თქვა რომ არასწორად მოიქცა ხდება თუ არა ასეთი რამ დღეს ხდება მე ერთ მაგალითს დაგისახელებთ სახარებაში ესე წერია რომ ყველა ცოდვა ეპატიება ადამიანს რომელსაც ჩაიდენს ყველა ცოდვა გარდა ერთისა ერთი ცოდვა რომელიც არავითარ შემთხვევაში არ ეპატიება და მამები ეს არის სულიწმინდის გმობა დაიჩორეთ აქაგო ამასთან გვაქვს ჩვენ დღეს საქმე მამები ესე ამბობენ რომ სულიწმინდის
გმობა არის ცოდვის მოუნანიებლობა. აი ეს მოუნანიებლობა არ ეპატიება ადამიანს. აი ეს საშინელი საქციელი იუდა კი არ არის თვითონ. იუდამ ჩაიდინა საშინელი საქციელი. ეს არის საშინელება, რომ მან არ მოინანია თავისი ცოდვა და რა გააკეთა, რასაც ახლა მოგიყვებით, ესე იგი, ყოველგვარი მცდელობა, რომ იუდა შეეცოდოს ვიღაცას, გამართლება მოუნახოს მის საქციელს, რასაც ახლა მოგიყვებით, ეს ყველაფერს აბსოლუტურად განაკარგავს. საოცარი რაღაცა მოიგონა. ესე იგი, იმისათვის, რომ ეს ცოდვა არ მოენანიებია, მან გადაწყვიტა ქრისტეს ჯვარცმამდე თავი მოეკლა. და ყველაზე ადვილად თავის მოკლა ეს იყო ჩამოხრჩობა. წავიდა რაღაც ადგილას, რაღაც ხე შეარჩია სკრულის პირას მდგარი და ამ ხეზე ჩამოეკიდა. რატო? ესეთი გეგმა ქონდა, რომ ის თუ მოგტებოდა, ის თუ თავს მოიკლავდა და ჩამოიხრჩობდა თავს, ცხადია პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხდებოდა. ორი აზრი არ არსებობდა, ეს ძალიან კარგად იცოდა. ერთი რომ ქრისტე არ იყო ჯერ ჯვარზე ასული და ჯოჯოხეთი არ ქონდა დარღვევა. ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც აქამდე ხდებოდა, ჯოჯოხეთში მიდიოდა. და მეორე რომ ეს თვითმკვლელობაა, ესე ძალიან კარგად იცოდა, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდის ადამიანი. და რა მოიფიქრა ესე იგი? ჩავიდოდა ჯოჯოხეთში და ქრისტეს დახვდებოდა ჯოჯოხეთში. როდესაც ქრისტე ჯვარზე გაეკრებოდა, ეს იცოდა, ხო? რომ ჯვარზე რომ გაეკრებოდა, შემდეგ 3 დღე და როგორც ამბობდა იესო, 3 დღე ესე იგი იგი იქნებოდა ჯოჯოხეთში. დაარღვევდა ჯოჯოხეთს და ამოიყვანდა ჯოჯოხეთიდან ყველას. ესე იგი ეს დახვდებოდა ქრისტეს ჯოჯოხეთში და ყოველგვარი თხოვნით, ყოველგვარი მონანიების გარეშე ქრისტე იძულებული გახდებოდა, რომ იუდა ჯოჯოხეთიდან ამოეყვანა. და გააგრძელებდა თავის ესე იგი ამ ბილწ განზრახვების აღსრულებას. და რა მოხდა საოცრებად? ესე იგი რომ ჩამოეკიდა ტოძე, აი ხემაც კი ვერ იწვირთა ეს ამ ხელა ცოდვა და ჩამოტყდა ტოტი და ჩაიჩეხა. ჩაიჩეხა, უბრალოდ გადარჩა. გადარჩა და ამის შემდეგ გაიცოცხლა კიდე. იცოცხლა და რა დაემართა, იცით, აი ამ ცოდვის მოუნანიებლობის გამო. როგორც მოგახსენეთ, დღესაც ხდება ასეთი რამ, ერთ მაგალითს მოგიყვანთ, როდესაც ადამიანი ჩადის ცოდვას, იცის, ნამდვილად იცის, რომ ცოდვაა და ესე იგი, არათუ არ ინანიებს, ამას კიდე არ აუშვებს. არამედ აღსარებაში მალავს ამ ცოდვას. რატო? რომ სხვებმა არ გაიგონ, რომ ის ცოდვას ჩადის. აღსარებაში მალავს და მიდის და ეზიარებს. აი ეს არის დაახლოებით ის ცოდვა, რაზეც ხა ჩვენ ლაპარაკობთ. რა დაემართება ასეთ ადამიანს? კარგი, არაფერი კარგი არ დაემართება და ნახეთ იუდას რა მოვიდა. ესე იგი გასივდა. ძალიან გასივდა. ისე გასივდა, რომ ესე არის აღწერილი, რომ გზაზე ურემიც კი რო შეხვედროდა, აი ურემი უბრალოდ გვერდს ვერ აუვლიდა, ისეთი გასიებული იყო. და ესე წერია, რომ მარტო ტანი კი არ გაუსივდა, თავი გაუსივდა იუდას. და ისე გაუსივდა ეს თავი, რომ თვალები აღარ ეტყობოდა და აი ესე იგი სამედიცინო თვალის ექიმის ჩხირითაც კი რომ და გაგეწია ეს ხორცი, თვალს ვერ უყოვიდიო, აი ესე დღეში. და ბოლოს ისე გასვიდა, რომ გასკდა. გასკდა და მისი ნაწლავები მიმოიფანტა. საქმე ის არის, სად მოხდა ეს? ეს მოხდა იერუსალიმის გარეთ, სადაც ებრაელები იერუსალიმიდან გამოტანენ ნაგავს ყრიდნენ და წვავდნენ. ამას ერქვა გეენია ამ ადგილს, გეენია. და ამ გეენიაში ისეთი სიმყრალე იყო, რომ აი ერთი წუთიც ვერ გაჩერდებოდა ადამიანი და მიდიოდა ამ ნაგავს დაყრიდა და გამოიქცეოდა ხო. და იუდას აი ამ გახეთქვის და ნაწლავების მიმოფანტვის შემდეგ ნაგავსაც ვეღარ ყრიდა, ისეთი სიმყრალე დადგა იქ. და ამას 300 წელი ესე გაგრძელდა ეს ამბავი და ერთ-ერთმა უდიდესმა წმინდანმა, ეს არის წმინდა ონოფრე დიდი, ონოფრიოს ბერძნულთესია, ეგვიპტელი მამაა და სანამ თავის თავარ მოღვაწეობას დაიწყებდა, მან გადაწყვიტა ასეთი რამ გაეკეთებინა. წავიდა, ჩავიდა გეენიაში, გამოკალბულში დასახლდა, 3 წელი იცხოვრა და თავისი ლოცვით და თავისი კეთილსახურებით ეს სიმხრალე განდევნა და დღეს ეს ადგილი არსებობს.
და მე როდესაც ვიყავი იერუსალიმში, მივედი და მოვინახულე წმინდა ონოფრეს მონასტერი და მოვინახულე ის ადგილი, სადაც ეს ხე იყო, იუდას ხე. და გავიცანე ამ მონასტრის იღუმენია, თუ მოხვდებით აუცილებლად მოვინახულეთ, ეს არის ცოცხალი წმინდანი, ეს კალბატონი რამდენიმე წელია უკვე, ბევრი წელია სულ მარტო ცხოვრობს ამ მონასტერში. ბერძენი კალბატონია, ნამდვილი წმინდანი ცოცხალი. და აი მან მომიყვა, ეხლა რა თქვენ მოგიყევით ეს ამბები. იქ ეს არის ყველასათვის ცნობილი, ესეთი გარდამოცებაა ეს მე რაც მოგიყევით ეხლა. და ამის შემდეგ უკვე ეს ადგილი გახდა ჩვეულებრივი ადგილი. აი ესე დამთავრდა ეს ამბავი, ეს სამწლიანი მსხვერპლი გახდა საჭირო წმინდა ადამიანის, რომ ეს სოდვა ამ ცოდვის შედეგები ესე იგი განქარვებულიყო. ჩვენ რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ დღევანდელი ამ ამბიდან, სახარებიდან. უნდა მოვინანიოთ ჩვენი ცოდვა. მარტო კი არ უნდა ვინანოთ, რასაც ეწოდება ნიანგის წრემლები. რომ მარტო კი არ ვივიშვიშოთ ჩვენ ცოდვებზე ესოქენი, არა. და ადამიანიც ვერ გაპატიებთ, ეშმაკები კი არა ამას. ამას გაპატიებთ მხოლოდ მოძღვარი, მოდელი, რომელსაც მინიჭებული აქვს პატიების უფლება. აუცილებლად მოინანიეთ და განსაკუთრებით კი მოუნანიებელი ცოდვით არავითარ შემთხვევაში არ ისე. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.